საქართველოში აი სწორედ 18 თებერვალს შეიკრიბებიან გლობალური სასტუმრო ბრენდების წარმომადგენლები, მისი რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელები, დეველოპერები, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორები სხვადასხვა ქვეყნიდან და ასევე ფინანსური და საჯარო ინსტიტუციების წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფორუმი იმ მხრივ, რომ ეს არ არის ერთჯერადი, ყოველ წელს გაიმართება. და ეს პლატფორმა ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციონირებას როგორც ესეთი მიმზიდველი ქვეყნის, სადაც ძალიან კარგი გარემოა იმისთვის, რომ ჩაიდოს ახალი ინვესტიციები ამ სფეროს განვითარებისთვის. ეხლა აქ რეალურად რეილისშიც და რეალურად წინასიტყვაობაში. ყველანი ვაცნობიერებთ ძალიან კარგად, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ზოგადად ასეთ ფორუმებს. თუმცა რიტორიკული კითხვა არ გამომივიდეს. მე მინდა კიდევ ერთხელ აი ხაზი გავუსვათ იმ თამასას და კალიბრს, რომელიც აი თუნდაც იგივე საერთაშორისო ინვესტორების კუთხით იქნებიან თავმოყრილნი აღნიშნულ ღონისძიებაზე და მათ შორის ინტერესების სპექტრი ცალკეული მიმართულებებით. სასტუმროების ვარსკვლავების კალიბრი და მიმართულებით. კი ბატონო. აი ამ მიმართულებით თამასაზე მინდა რომ აი ჩვენ მრავალრიცხოვან მაყურებელს კონდეს ინფორმაცია რეალურად რა თამასის მატარებელია ეს. აი სწორედ ამ თამასას განსაზღვრავს ის საოცარი სპიკერები, ის ლაინაპი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ამ ფორუმზე. და მათ შორის არიან კარგად ცნობილი ბრენდები, როგორიც არის, თქვათ, რიც კარტონი, მანდარინ ორიენტალი და ბევრი სხვა ასევე ის ბრენდი, რომელიც საქართველოში უკვე არის შემოსული. ამ ბრენდების ინტერესია მათი რეგიონალური ინტერესების უფრო გაძლიერება, რა თქმა უნდა, და თან ამასთან ერთად ეს არის პლატფორმა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რომ საქართველო განიხილონ არა როგორც რაღაც იზოლირებულად ერთი ქვეყანა, არამედ აი მთლიანი რეგიონის ჭრილში და ეს პლატფორმა ასევე ღირებულია იმით, რომ ეს არ არის თქვათ მხოლოდ პანელური დისკუსიები, აქ იქნება საშუალება B2B შეხვედრებისთვის, სადაც დეველოპერები დაუკავშირდებიან პირდაპირ ამ გლობალური ბრენდების წარმომადგენლებს, ინვესტორებს და მოხდება ინფორმაციის გაცვლა, თქვათ იმის შესახებ, რა გამოწვევები შეიძლება რომ აიცილონ თავიდან და როგორ გათვალონ რისკები ასევე იქნება აი გამოწვევები ძალიან კარგი საკითხის მიადექით ახლა და იქნება თუ არა მათ შორის დიალოგი პანელურ დისკუსიებში თუნდაც იგივე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. იმიტომ რომ რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ტურბულენციები რა თქმა უნდა რეგიონის ქვეყნების ტურისტულ პოტენციალზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ამ შემთხვევაში ხა გამონაკლისი ვერ ჩვენ ვიქნებით, ხო? აი იქნება თუ არა დიალოგი და დისკუსია ასეთ მძაფ თემებზე და მათ შორის იქნება თუ არა დასახვა იმ ერთგვარი რეცეპტისაც, რომ აი ასეთ ღონისძიებებში არის რეცეპტი. ძალიან კარგი კითხვა დასეთ, სანდრო, აბსოლუტურად გეთანხმებით. რამდენად იქნება დიალოგი? სტუმარმასპინძლობა და ტურიზმი არის ის ინდუსტრია, რომელიც პირველ დარტყმას იღებს. შესაბამისად, ამ პანელებზე სწორედ მოხდება განხილვა ამ მიმდინარე გამოწვევების, იმ პრობლემების, ვთქვათ, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში აწყდებიან და ჩვენს დეველოპერებს საშუალება ექნებათ აი პირდაპირ მოისმინონ ეს ყველაფერი და გაიზიარონ გამოცდილება, ასევე გაიზიარონ ის საუკეთესო გამოცდილებები, როგორ მოხდა იმ კონკრეტული ვთქვათ პრობლემების გადაჭრა, გადალახვა და ამ გამოცდილებაზე დაფუძნებით უკვე შედარებით ნაკლები რისკებით განახორციელონ დიდი პროექტები. ასევე ისაუბრებენ თანამედროვე ტენდენციებზე, ტრენდებზე, ვთქვათ სასტუმროს რომელი კონცეფციებია დღეს უფრო მოთხოვნადი დაწყებული ძვირფასი სასტუმროებიდან გაგრძელებული ლაიფსტაილით და დიზაინის სასტუმროების კონცეფციებით და წარმოაჩენენ ამ თანამედროვე პრაქტიკებს და წარმატების ისტორიებს ასევე. აქვე ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ახლა იმდენად საინტერესოდ საუბრობთ, რომ B2B შეხვედრები და ამ შემთხვევაში შესაძლებლობა, რომ ქართულმა ბიზნესმა დასვას ყველა საჭიროებო თემასთან დაკავშირებული კითხვა. იმიტომ რომ მოეხსენება ახლა რომ კი გასაგებია რომ სექტორი ერთია, მაგრამ სტუმართ მასპინძლობის ინდუსტრიაში თქვენ კოლოსალური გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით და გამოწვევების სპექტრი არის სხვადასხვა, მრავალფეროვანი. შესაბამისად, ორვარსკვლავიან სასტუმროს შეიძლება სხვა გამოწვევები ჰქონდეს და ხუთვარსკვლავიანს სხვა. ჰოსტელს შეიძლება სხვა გამოწვევა ჰქონდეს და პირობითად ბუტიკურ რომელიღაც ტიპის სასტუმროს სხვა. აქედან გამომდინარე მე მაინტერესებს ექნებათ თუ არა დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა იმისა, რომ B2B ფორმატში
კითხვები დაუსვან იმ სპიკერებს და იმ სტუმრებს, რომლებიც ღონისძიებაზე იქნებიან წარმოდგენილი. კი ბატონო, ანუ აქ არიან დარეგისტრირებული დელეგატები, ასევე არიან ფორუმის პარტნიორი კომპანიები და რა თქმა უნდა, პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც დაახლოებით 40-მდეა და მათ ხელმძღვანელებს ექნებათ საშუალება იმ B2B შეხვედრების, თქვა წინასწარ იქნება განსაზღვრული და არის უკვე ესია, ვისთან ექნებათ შეხვედრები და ეს არის შესანიშნავი საშუალება და შესაძლებლობა, რომ აი ამ ღონისძიებაზე მოხდეს შეთანხმება დიდ პროექტებზე, ფაქტობრივად უკვე შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ყავს კარგი პროფესიონალები, რომლებიც ასევე ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანია ამ ბრენდებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი სექტორის წარმომადგენლებმა უკვე მიიღეს გამოცდილება იმ საერთაშორისო ბრენდებთან. ჩვენი სექტორი ბევრად უფრო მზად არის ახალი ბრენდების შემოსაყვანად. აბსოლუტურად გეთანხმებით და ჩვენი საუბრის ბოლოს დამსწრე საზოგადოება ვის ექნება შესაძლებლობა უკვე ქართველ ბენეფიციარებზე საუბარი მიიღონ მონაწილეობა, რასთან არის ეს დაკავშირებული რეგისტრაციის ფორმა შესაბამისად და აი როდიდან უნდა დაიჭირონ თადარიგი რომ მოხდნენ და დაესწრონ ამ ორი. სანდრო, 2 დღე დარჩა უკვე ფორუმამდე და ძალიან სასიამოვნოა ის რომ 800-ზე მეტი დელეგატია უკვე დარეგისტრირებული ძალიან დიდი ინტერესია თან სხვადასხვა ქვეყნიდანაც ჩამოდიან არა მარტო ადგილობრივების ინტერესი არამედ საზღვარგარეთ სხვა ქვეყნიდან ჩამოდიან